უკვე 5 წელზე მეტია საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებისთვის განათლება პრიორიტეტი არის. სწორედ ამიტომ ბანკი უკვე 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს. საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერილ პროექტებს შორის კი არის ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადა ევერესტიც, რომლის დამფუძნებელი დაჩი ნანობაშვილი მოვიწვიეთ დღეს სტუდიაში და სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებთ ოლიმპიადაზე და ასევე საქართველოს ბანკთან თანამშრომლობაზეც. მოგესალმებით დაჩი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. როგორც ვიცით, ევერესტში მონაწილეობისთვის უკვე რეგისტრაცია დაწყებული არის. მე ვიცი, იმიტომ რომ ჩემი შვილი უკვე დავარეგისტრირე და ვემზადებით 6 აპრილისთვის, თუმცა ჩვენ საქმიან მაყურებელსაც მოვუყვეთ ახლა. როდის დაიწყო, როდის სრულდება რეგისტრაცია და რა უნდა გააკეთონ ამისთვის? რეგისტრაცია დაწყებულია ქართული ენის ოლიმპიადაზეც, ერთტურიან ოქროს ტურს რო ვეძახით, იმ ოლიმპიადაზეც და სამტურიან მათემატიკის ოლიმპიადაზეც. რეგისტრაცია 12 აპრილამდეა, თუ არ ვცდები, თარიღები რო არ შემეშალოს და შეცდომაში არ შევიყვანო მაყურებელი, საიტზე everest.gr-ზე შეუძლიათ ნახონ, იმიტომ ბევრი თარიღი არის დაწყების, ამოცანების გამოქვეყნების და ასე შემდეგ. რაც შეეხება ქართული ენის ოლიმპიადას, ჩვენ გქონდა 6-ჯერ თუ არ ვცდებით 5-ჯერ და ახლა ისევ აღვადგინეთ ეს ოლიმპიადა, წელიწადში ერთხელ გვექნება ხოლმე და სამტურიან ოლიმპიადაზე უკვე შესაძლებელია პირველი ონლაინ უფასო ტურის გავლაც. რაც შეეხება ოქროს ტურს, ოქროს ტური ჩვენ გვაქვს წლის დასაწყისში, სასწავლო წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს. ანუ ცოტა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი ერთტურიან ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღებაც, მაგრამ რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია მანდაც. მონაწილეობის პირობები გითხარი დაჩი. მონაწილეობისთვის თავარი არის სურვილი ბავშვების მხრიდან და ეს ონლაინ ტური ხელს უწყობს იმაში, რომ თავის ძალები გამოსცადონ. იმიტომ რომ მეორე, მესამე, მეოთხე კლასელებს, ანუ იქ ყველა მაგარია, ყველას უნდა და ყველა, მაგრამ ჯობს რომ მაინც მომზადებული მოვიდეს და თუ ჯერჯერობით არ არის მზად, ჯობია მოემზადოს და შემდეგ სეზონზე სცადოს ბედი, ამიტომ ეს ონლაინ უფასო ტური ამას ხელს უწყობს, რომ მათ თავის სახლში, შვიდ გარემოში გამოსცადონ. ბუნებრივია ტურიდან ტურამდე რთულდება ამოცანები, რთულდება პირობები, მაგალითად ის თუ პირველ ონლაინ ტურზე მათემატიკაში 3 სავარაუდო პასუხი აქვს გამოცანებს, ნახევარფინალში 4 აქვს და ფინალში 5. ესეც ართულებს საქმეს. ასევე საქმეს ართულებს ის, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე წელია დავიწყეთ, დამხმარე შეკითხვები გვაქვს, რაშიც ქულას იღებენ ამოცანის პირობასთან. თავიდან ეს ცოტა ეუწყოვათ, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ რა ადვილი კითხვებიაო, ესო პირობაში ეწერა, ეს სპეციალურად გავაკეთეთ, რადგან მეორე, მესამე კლასელები, მეოთხე კლასელები კითხულობენ პირობას ერთხელ და ზეპირად არაფერს არ წერენ, ეგრევე ხაზავენ პასუხს. კი, ხელმეორედ პირობაში არ ბრუნდებიან. ამიტომ ჩვენ მოვიფიქრეთ ეს დამხმარე შეკითხვები, რაც იძულებულს ხდის მოსწავლეს კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს პირობას და კარგად გაიაზროს. რამდენი წელიწადია ამას ატარეთ ყველაფერს და დინამიკა როგორია? 2009 წელს ჩავატარეთ პირველი ოლიმპიადა და მას მერე არ გავჩერებულ ვართ. პანდემიის დროს ქონდა ერთი პატარა ესეთი ხარვეზი, ისიც დაწყებული ქონდა ოლიმპიადა, უბრალოდ შემდეგ ვერ გავაგრძელეთ და დავასრულეთ პანდემიის შემდეგ როგორც კი რამდენი მოსწავლე გამოვიდა დაჩი? საშუალოდ 10,000 რო ვიანგარიშოთ, ესე იგი სადღაც, რა ვიცი, ძალიან ბევრია უკვე 280,000, ნუ ეს მე ვამბობ მხოლოდ ეს ერთ მიმართულებას. მათემატიკას. დაჩი, როგორი არის ამ შემთხვევაში თქვენი თანამშრომლობა ევერესტის საქართველოს ბანკთან, რომელიც მუდმივად და დღიდანვე პირველისა, როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, თქვენი პარტნიორი? საქართველოს ბანკი ბოლო 3 სეზონი არის ძალიან აქტიურად არის ჩართული ჩვენს კამპანიაში. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის, მხარდაჭერისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამავდროულად საქართველოს ბანკს ჰქონდა ძალიან კარგი ინიციატივა, რადგან ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება, ერთტურიანი ოქროს ტური ოლიმპიადა და სამტურიანი, რომელიც ნაბიჯ მიდიან ფინალამდე და იქ არის საკმაოდ რთულია ამ ორივე ოლიმპიადაში გამარჯვება, ანუ ერთი მოსწავლისთვის. აი მათ დააწესეს ასეთი რაღაც სუპერ პრიზი, ლეპტოპი ისეთი მოსწავლისთვის, ვინც ორივე ოლიმპიადაში მოახერხებს გამარჯვებას. სტატისტიკურად არის ხოლმე, რომ სეზონი ჩაივლის ისე, რომ ასეთი მოსწავლე არ არის და არის ხოლმე 1 ან მაქსიმუმ 2. და აი ბოლო სეზონებში იყო, როდესაც 2 გამარჯვებული და ერთ-ერთ სეზონზე 3-იც კი იყო. ასეთი მოსწავლე და ორივე ტურში ლიდერი. ორივე ოლიმპიადაში ოქროს მედალოსანი გახდა. დაჩი.
სამ გაგიშვება და გემშვიდობები. აი ამ არაჩვეულებრივ სამეულზე მითხარე ვინ არის? ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ჩემი აზრით მათ სახელებს და გვარებს რამდენიმე წლის შემდეგ სულ სხვა კონტექსტში გავიგებთ და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ. ძალიან მაგარი ბავშვები არიან. ყოველი ოლიმპიადისთვის ეხლა ამოცანებს ვადგენ ისე რომ იყოს დაბალანსებული და ყველამ შეძლოს ამ ამოცანების რაღაც დიდი პროცენტის გაკეთება, მაგრამ აუცილებლად მაქვს ხოლმე იქ ჩაგდებული რაღაც 1-2 საკმაოდ რთული ამოცანა. აი ეს ბავშვები ყველა ამოცანას ხსნიან. ხო და მომავალიც მათ ეკუთვნის. აუცილებლად. დაჩინანობაშვილი, ევერესტის დამფუძნებელი, მათემატიკოსი. ძალიან ბევრს მოგიყვებით დაჩიზე კიდე მომავალში, იმიტომ რომ გამორჩეულად ერთგული არის იმ ყველაფრისა, რასაც ქვია განათლება და ახალი თაობის სამსახურში ყოფნა. მადლობა მასტუმრობისთვის, წარმატებები. მადლობა. წარმატებები ევერესტის გუნდს, რომელიც აგერ რამდენი წელიწადი გავიდა? უკვე 15, მეტი კაცო. მეტი გავიდა. მე-16 წელიწადი წავიდა, რაც ევერესტი ამოქოქილია და მე-8 სეზონი. ყველაზე მაგარ საქმეს აკეთებენ. წარმატებები და მადლობა ყველას საქართველოს ბანკს, ვინც ეხმარება ევერესტის გუნდს.